მოდი წავიკითხავ ჯერ მარკეს, მერე დაბადებას და მერე განვიხილოთ. მოდი როულიდან წავიკითხავ პირდაპირ რა გიმიწერია. ესე იგი აქ დასაწყისში არის ნახსენები ლეღვის ხე, რომელიც ესიზმრება. პირველი დასამახსოვრებელი ლეღვის ხე, აი დაესიზმრა ვითომ ლეღვის ხეების წევრში მიაბიჯებდა. მეორე პირში საძაგელი გემო აქვს, რო გაიღვიძებს რა. ვიცი ეგ საწერია? ხო, ნუ მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს? მოკლედ, ლეღვის ხე, პირში საძაგელი გემო და მესამე ტანგაუხდელად ეძინა. აი ეს სამი რაღაც ავიღოთ ახლა. აი ახლა წავიკითხავ დაბადებიდან ფრაზას. ეს არის დაბადება 3-7. ლეღვის ხეზე. აეხილათ თვალი ორივეს, ანუ ადამსა და ევას და მიხვდნენ რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს. ანუ ამ ფრაზიდან ამოვალთ იმაზე რომ ტანგაუხდელად ეძინა და ლეღვის ხე. თუ აქ არის ბიბლიური ალუზია, მაშინ ცხადია ლეღვის ხე ნიშნავს პირველ ცოდვას და ტანგაუხდელად იმიტომ ეძინა რომ მასში იბადება სირცხვილის ცნება. ანუ ის როცა იღვიძებს, უпростоრედ როცა იძინებს, მაშინ უკვე ედემის ბაღიდან გამოდევნილია. იმიტომ რომ სირცხვილის გზნობა აქვს. ხო, ოკეი. ანუ გაუჩნდა და გამოდევნის პროცესში. ყოველ შემთხვევაში ის მდგომარეობა 60-ის აღარა აქვს, დაკარგული აქვს.